ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამოთქვამენ არ უბრალოდ ღრმა შეშფოთებას, არამედ სრულად მტკიცე პროტესტს დაანონსებული გაერთიანების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის და მიიჩნევენ, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია არც სამართლებრივი და რაც თავარი არნაირი შინაარსობრივი ან კონცეპტუალური საფუძველი და ეს არის სრულად ხელოვნური გაერთიანება, რომელიც არც ერთ უმაღლეს სასწავლებელს აკადემიური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით არ წაადგება. ჩვენთვის უცნობია რა არის რის საფუძველზე, ესე იგი რა არგუმენტების საფუძველზე ან რა მოსაზრებების საფუძველზე მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავწერეთ საპროტესტო განცხადება და ამ საპროტესტო განცხადებას ხელი მოაწერა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების 600-მა წევრმა. ეს პროცესი მიმდინარეობს, ხელმოწერების პროცესი მიმდინარეობს, ეს დღეს დაიწყო, სულ რამდენიმე საათის წინ ასეულობით ხელმოწერა შეგროვდა და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ საფუძვლიანი და ღრმა პროტესტი, ასეთ გაუაზრებელი, მოუფიქრებელი და მავნე გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ვნებს საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას.